რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. გამარჯობა, კიდევ ერთხელ მათ ვინც ახლა შემოგვიერთით 16 საათი 19 წუთი გახლავთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობა სტუდიაში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პლატილის ლევან მაჭავარიანს მასპინძლობ გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს მსმენელს. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ბატონ ლევანთან ერთად ჩვენ გამოვეხმაურებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც საქართველოს პარლამენტის გარეთ, ასევე საქართველოში, რა თქმა უნდა. ალბათ ჩვენი დიალოგი უნდა დავიწყოთ მსოფლიო მედიის ინტერესში და მთავარ პრიზმაში მოქცეულია უკრაინის საკითხი. ჩვენ ვიხილეთ ამ დღების განმავლობაში ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა მოსკოვში. პუტინის განცხადება მოვისმინეთ, რომ თანახმა თუ კი ცეცხლის შეწოდაზე თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივა შექმნის მშვიდობისა. ტრამპი კონკრეტულად და მისი წარმომადგენლები კონკრეტულად ესაუბრნენ ზელენსკის და ამერიკის მხარეც ისევ აგრძელებს მოწადინებული იყოს ამ კონფლიქტის გადაწყვეტის კუთხით. გასაგებია, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ არ მოიცავს უკრაინას, რუსეთსა და ამერიკას, ეს გლობალური ეფექტი და განვითარება ექნება ამ ყველაფერს. თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით როგორია და ასევე გთხოვთ კომენტარს ჩვენს მეზობელ სივრცეში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პუნქტების შეთანხმების შესახებ სიახლე მოვისმინეთ და არაერთხელ ყოფილა მას შემდეგ რაც ყარაბაღის კონფლიქტი გაღვივებულა თბილისი და საქართველო ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფოს შეხვედრისა და მათი დიალოგის სივრცე და აი ამ კუთხით როგორ შეაფასებთ პერსპექტივას. კი ბატონო, მეორე საკითხით დავიწყებთ თქვენის ნებართვით. ძალიან მოხარულები ვართ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი რეგიონია, ჩვენი მეზობლებია და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც ძალიან თბილი და მეგობრული პარტნიორული ურთიერთობა გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ეს მათ შორის კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს და მოხარულები ვართ სომხეთის მხრიდან გაკეთებული განცხადების დაობაზე, რომ 17-ვე პუნქტი თუ არ ვსწრები 17 პუნქტი არის გაწერილი იმ დოკუმენტში, 17-ვე პუნქტს ეთანხმებიან და ახლა აზერბაიჯანის მხარე ელოდება ამ ყველაფერზე ხელის მოწერას. რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ გვიმასპინძლია ამ ქვეყნებისთვის, როგორც მოდერატორებს, მოდი ესე ვთქვათ და მაგითიც დაგვიმტკიცებია ის თუ როგორი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან, ძალიან ინტენსიური ვიზიტებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, მათ შორის მშვიდობა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი მშვიდობა და არა რაღაცა ერთჯერადი მშვიდობა, ხო? ეს რეგიონის სტაბილურობას ძალიან წაადგება და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უკრაინის თემას, ხო? ეს თემა რა თქმა უნდა, უფრო გლობალურ ჭრილში შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის დაპირისპირება და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, თუ არ ვსწრები ცოტა ხნის წინ, ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, სადაც უკრაინა არის ძალიან ცუდი სიტყვა არის, რაც უნდა გამოვიყენო, მაგრამ ესე უწოდებენ უკრაინა იქნა გამოყენებული როგორც მხოლოდ სატელიტი სახელმწიფო და ამის აღიარებითი განმარტება ხდება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების. კი ბატონო, რა თქმა უნდა და არაერთხელ გაჟღერებულა ისიც, რასაც ქართული ოცნება ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში, რომ ამ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, ბევრჯერ გაჟღერდა ისიც, რომ რა თქმა უნდა deep state-მა წააქეზა ბატონი ზელენსკი და მაქედან გამომდინარე არ მოხდა ამ ომის თავიდან არიდება და უკრაინა არის ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში სამწუხაროდ. მაგრამ როდესაც ბატონი ტრამპი გაახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკვე ყველას იმედი მიეცა, რომ ეს ტრაგედია შეიძლება დასრულდეს. ცოტა უფრო ხანგრძლივი ჩანს პერსპექტივა ამ ტრაგედიის დასრულების, ვიდრე ეს მოლოდინები არსებობდა, თქვათ ბატონი ტრამპის დაპირებებიდან გამომდინარე, რომ ერთ თვეში, ორ თვეში მოახდენდა ამ ომის დასრულებას, ვინაიდან ძალიან კომპლექსური საკითხი არის, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ტრამპი ამ დაპირებას შეასრულებს და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გადავხედოთ წინა 3 წელს, რომ არც ევროკავშირი, არც ევრობიუროკრატები, არც ბრიუსელის ბიუროკრატები, არც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ერთ ნაბიჯსაც არ დგავდნენ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი დიალოგით და დიპლომატიის გზით დასრულებულიყო. და მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ როდესაც ომი იყო დაწყებული, სულ რაღაცა 2 კვირაში იყო რეალური
შანსი იმისი, რომ ეს ომი დასრულებულიყო. სტამბულში გახსოვთ, რომ იმართებოდა ეს შეხვედრები და ფაქტობრივად მოულოდნელი განცხადებები. იგი ფაქტობრივად ყველაფერი ხელმოწერამდე იყო მისული, ხელმოწერა იყო დარჩენილი, უკრაინა იყო მილიონჯერ უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე დღეს იმყოფება და იქ ბატონი ბორის ჯონსონი ჩავიდა, როგორც ამას უკრაინული ოფიციალური მხარე აცხადებს, იქ ბატონი არახამია, ბატონი არესტოვიჩი და ასე შემდეგ და პირდაპირ ჩაშალა ეს მოლაპარაკებები, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ შეაგულიანა უკრაინა, რომ არა გააგზელეთ ბრძოლაო, ჩვენ თქვენს გვერდში ვართო და რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ რუსეთზე. და ამითი ხა რა ტრაგედიაში ამყოფეს ამ 3 წლის განმავლობაში. პირველ რიგში უკრაინელი ხალხი ყველა კარგად ხედავთ, ხო? 100,000-ობით ადამიანი არის დაღუპული, 10 მილიონი ადამიანი არის სამწუხაროდ უსახლკაროდ დარჩენილი, ქვეყნის ინფრასტრუქტურის ფაქტობრივად ნახევარი არის განადგურებული და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი ასე ვთქვათ უნამუსობა იყო, აქაც ვიშველია ბატონი რუბიოს სიტყვებს, ის რომ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჯერებდით, რომ უკრაინა ამ ომს იგებდაო. და იგი რა თქმა უნდა გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ადმინისტრაციას და ევრობიუროკრატებს. ეს ნამდვილად ძალიან დიდი უნამუსობა და უსინდისობა იყო და ყველაფერი უკვე ცხადია, ყველაფერი ნათლად ჩანს. ერთადერთი გზა ამ კონფლიქტის გადაჭრის რა თქმა უნდა არის მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა ეს არის დიპლომატიური გზა. ბატონ ტრამპს აქვს ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი იმისათვის, რომ დაარწმუნოს როგორც უკრაინის მხარე, ასევე რუსეთის მხარე, რომ ეს არ არის რაღაცა ერთი წლით ომის შეწყვეტა ან რამდენიმე თვით ომის შეწყვეტა, აქ უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივ, ასე ვთქვათ, მშვიდობაზე საუბარი და ეს ორივე მხარე თუ დარწმუნდება ამაში, რა თქმა უნდა, მაშინ წინ უკვე არაფერი არ უდგას მოლაპარაკებების გზით ამ ყველაფრის დასრულებას. თუმცა ჩვენ სამწუხაროდ ისიც ვიხილეთ, ეს ევრობიუროკრატები, როდესაც ჩვენ მათზე ვსაუბრობთ, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ, მაგალითად, როდესაც ბატონი ზელენსკი ესტუმრა ბატონ ტრამპს ოვალურ ოფისში და ის სკანდალურად დასრულდა ეს შეხვედრა, ჩვენ მათი არადიპლომატიური დიალოგი გარკვეულად ჩვენ მათი რეაქციების მიხედვით, ამოვიკითხეთ, რომ ევრობიუროკრატები, რომლებიც deep state-ის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, არ არიან დაინტერესებულები ამ ომის დასრულებით. სამწუხაროდ და მაგიტომ ჩემ წინა სიტყვაობაში ისე აღნიშნე, რომ აი თუ ერთი ადამიანი მაინც შემახსენებს 3 წლის განმავლობაში რა ნაბიჯი გადადგა ან ბრიუსელმა ან ამერიკის ყოფილმა ადმინისტრაციამ იმისათვის, რომ ეს ომი დასრულებულიყო, მე ბოდის მოვიხდი, მაგრამ მე ასეთი არაფერი არ მახსენდება. და იქ უნდა გამოვეხმაურო, რა თქმა უნდა, მაგალითად გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელს, რომელმაც პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომ ეს ომი თუ 2030 წლამდე დასრულდებაო, მაშინ შეიძლება ევროპას პრობლემები შეექმნას, ხომ? შესაბამისად, მას სურს, რომ ეს ომი გაგრძელდეს. ასევე დანიის პრემიერ-მინისტრის ძალიან უცნაური, სუბუკატრო შევაფასოთ განცხადება, რომ მშვიდობასო უფრო დიდი საფრთხის შემცველი არისო უკრაინისთვის, ვიდრე ეს ომიო, ხო? ეხა არ ვიცი ეს კალბატონი რაზე ფიქრობდა ასეთი ტიპის სისულელეს როდესაც ლაპარაკობდა, მაგრამ აქ ყველაფერი აშკარაა, ხო? ეხა ბევრი გულშემატკივარი სამწუხაროდ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროცესის დასრულებას არ ყავს. თუმცა, ჩვენ დიდი მეც ვიტოვებთ, როგორც უკვე განვაცხადე, რომ ბატონი ტრამპი მოერევა ამ ყველაფერს, მოერევა deep state-ის ინტერესებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი იყოს ომი, ვინაიდან იმ ინტერესების უკან, რა თქმა უნდა, ფულადი ინტერესები არის პირველ რიგში, რუსეთის შესუსტების ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ვერ შეასუსტეს და პირიქით რუსეთი რაღაცა სამხედრო წარმოებაზე არის გადართული და სამხედრო თვალსაზრისით კიდევ უფრო გაძლიერებული რუსეთი მიიღეს, ხო? ეხლა თუ ამ კონფლიქტში უნდა ჩაერთოს ნატო ან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგ შემთხვევაში ყველაზე ცუდი სცენარი წარმოგვიდგენია, ეს იქნება პირდაპირ მესამე მსოფლიო ომი. და ნატოს ჩართვის გარეშე უკრაინა, ყველა ხედავთ, რომ აგებს ამ ომს, ნულოვანი შანსი აქვს ომში გამარჯვების და შესაბამისად მაგიტო ვაცხადებთ ზუსტად და ყოველთვის მაგას ვამბობთ ქართული ოცნების გუნდის ყველა წარმომადგენელი, რომ ერთადერთი გზა მოვლენების განვითარების უნდა ყოფილიყო დიპლომატიის გზით ამ ომის დასრულება. კი ბატონო, თქვენ დანია ახსენეთ და გასაგებია ალბათ მისი წარმომადგენლის ამ განცხადების რიტორიკა, იმიტომ რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ახალი გამოწვევა, რომელზეც განცხადება გააკეთა ტრამპმა, სხვა სირთულეებს აყენებს როგორც ჩანს დანიის წინაშე და საინტერესო არის ის ფაქტორი, რომ დონალდ ტრამპმა განცხადებაც გააკეთა, იგი ფიქრობს, რომ გრენლანდიის რაღაცა ფორმით ანექსია გარდაუვალია და
ისიც კი აღნიშნა, რომ ამაში ალბათ ნატოც კი დაიხმარება მას ეს ტრამპისა და რუტეს შეხვედრაზე გაკეთდა და ცოტა უხერხულში აღმოჩნდა ბატონი რუტე და თქვა რომ ნუ ამ დიალოგში ახლა არ შევა, თუმცა ტრამპის ეს განცხადება ძალიან მრავლის მთქმელია. ეს რაც შეეხება დანიისა და გრენლანდიის საკითხს. ბატონი ტრამპი გამოირჩევა თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით, მოდი ესე ვთქვათ. შესაბამისად ძალიან რთული არის იმ პროგნოზის გაკეთება თუ რა მოხდება რეალურად გრენლანდიაში, მაგრამ ნუ მას აქვს დაფიქსირებული, რომ ეს არის მისი ქვეყნის ინტერესი, რომელიც უსაფრთხოების ინტერესზე გადის, პირდაპირ ასე აქვს ნათქვამი და მე არ ამგონია რომ მან უკან დაიხიოს გრენლანდიასთან მიმართებაში. თუმცა შევხედოთ როგორ განვითარდება. ალბათ ამ ასეთ დონის ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებდა ბოლომდე გადაწყვეტილი რომ არ ქონდეთ დიდი ალბათობით დიახ გეთანხმებით ამაში. ბატონ ლევან, თქვენ ახსენეთ არაერთხელ საუბარში deep state და ნუ იგივე ხალხის ზალა უწოდებდა გლობალური ომის პარტია, შემდეგ deep state და თქვენ ამასინაც გააკეთეთ განცხადება, რომ ის რაც აქამდე თქვენ მიმართ ქილიკის მიზეზად და საგნად იყო ქცეული თქვენი ოპონენტების მხრიდან deep state-ზე საუბარი და ასე შემდეგ, დღეს მისი აღიარება ოპონენტების მხრიდანაც კი ხდება და ზოგადად ამ კუთხით სირთულეებზე ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და მათი ქმედებები და ნაბიჯები სულ უფრო იმ არარეალურ სურათს რეალურს ხდიან, რაც ადრე თითქოს ნაკლებად ახმადი და აბსტრაქციული იყო და აღმოჩნდა, რომ რეალობასთან ახლოს ყოფილა. კი ბატონო, თვითონ deep state-თან მიმართებაში ხომ პირველი პრეზიდენტი იყო თუ არ ვცდები, პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც ამ ძალებზე ისაუბრა, შემდეგ იყო ჯონ კენედი, ვინც უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ამ ძალებზე. მნიშვნელობა არა გლობალურ ომის პარტიას დაარქმევ, deep state-ს დაარქმევ, თუ რამე სხვა სახელს მოუფიქრებ, ეს არის პირდაპირ არაფორმალური მმართველობა, ძალიან სერიოზული ძალები დგანან ამის უკან, რომლებსაც აქვთ ფულის უზარმაზარი რესურსი და ნუ ჩვენ პირობითად მათ გლობალური ომის პარტია დავარქვით და მეტ დეტალში და სიღრმეში ჩვენ არ შევდიოდით ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ქართული ძალიან ესე ვთქვათ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველებმა დავიწყეთ ამ ბოლო დროს პირველად ამ ძალებზე საუბარი, გავბედეთ, დავიწყეთ ღია საუბარი, ხალხი ზალა მაიღო ეს ტვირთი თავის დროზე, თავის თავზე, ისინი არ გვეთანხმებოდნენ ქართულ ოცნებას, მოდი ესე ვთქვათ, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მეტ სიღრმეში და მეტ დეტალში არ შევდიოდით და მათი ამოცანა იყო, რომ უფრო მეტი დეტალი მიეწოდებინა ჩვენი საზოგადოებისთვის. შემდეგ უკვე ქართულმა ოცნებამაც დავიწყეთ ძალიან ისე ფრთხილად ამ ძალებთან დაკავშირებით საუბარი და ნუ ეხა 2 კვირის წინ თუ 3 კვირის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ დაადასტურა რომ deep state-ი ნამდვილად არსებობს, ეხა სხვა გზა არ აქვს, ხო? მთელი მსოფლიო ამ ძალებზე საუბრობს, ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია ამ ძალებზე საუბრობს, სულ უფრო და უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს, ისეთი მაღალი დონის ექსპერტები, პოლიტიკური ექსპერტები, როგორიც არის ბატონი ჯეფრი საქსი, ბატონი ჯონ მეიშეიმერი, რომლის მიკერძოებულობაში ვერავინ ეჭვს ვერ შეიტანს. და შესაბამისად ეხა ნაციონალური მოძრაობასაც მოუწია აღიარება, რომ კიო, მართალი არისო deep state-ი არსებობსო, თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი თანამშრომლობს deep state-თანო და მადლობა მათ ამ გულწრფელობისთვის, რომ დაადასტურეს, რომ რასაც ქართული ოცნება საუბრობდით 3 წლის განმავლობაში, ეს სიმართლე ყოფილა, თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლობა ცოტა სასაცილო თემაა, ვინაიდან მაშინ ჩვენზე ესეთი წნეხი არ წამოვიდოდა, ხო? მაგრამ ნუ რაღაცა უნდა დაემატებინათ იქ თავიანთი ზღაპრებიდან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ტრამპი დაამარცხებს deep state-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინიმუმ დრამატულად შეამცირებს მათ გავლენებს, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გადატვირთვაზე და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქართულ ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის არა მხოლოდ ღირებულებებით ნაწილში არის სრული თანხვედრა, არამედ გზავნილებში, პოლიტიკურ ხედვაში, პოლიტიკურ ნაბიჯებში. ის რომ კაცი-კაცია, ქალი-ქალია, მადლობა ღმერთს, რომ ამის მტკიცება ამერიკისთვის აღარ მოგვიწევს, ხო? ისინიც ამას აღიარებენ. ის რომ ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, ისტორიის შენარჩუნება, იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზეც მარტო ქართული ოცნება აღარ საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების
ადმინისტრაციაც საუბრობს. ის რომ გამჭვირვალობა არის უმნიშვნელოვანესი, მაგაზეც მხოლოდ ქართული ოცნება არ საუბრობდა, რამხელა სკანდალი იყო USAID-ის და NED-ის გარშემო, ყველამ ვიხილეთ პირდაპირ ფაქტები და მტკიცებულებებით ამხილა ბატონი მასკის დეპარტამენტმა თუ როგორი კრიმინალური ორგანიზაციები არიან და ჩვენ რო ძალიან დიდი სიფრთხილით საუბრობდით, ძალიან საყვედურობდნენ ამასთან დაკავშირებით თემაზე ჩვენთან საუბარი საერთოდ მონაგონი ყოფილა იმ მონაცემებთან და მასშტაბთან მიმართებით და ისინი არა მარტო საქართველოში ცდილობდნენ რევოლუციას, არა მარტო საქართველოში ცდილობდნენ ისეთი პროპაგანდის თავზე მოხვას, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის იდენტობას, პირდაპირ ესე ვთქვათ, არამედ ამას აკეთებდნენ სხვა ქვეყნებშიც და ის mainstream media მთელი მსოფლიოს გარშემო ძალიან დიდი ნაწილი ჰქონდათ, მათი ძალიან დიდ ნაწილზე ჰქონდათ გავლენები და პირდაპირ ფაქტებით არის დადებული, რომ ასობით მედია საშუალებას აფინანსებდნენ და 6000-ზე მეტი ჟურნალისტია, ვინც პირდაპირ მათ ხელფასებზე იჯდა და ასე შემდეგ, ხო? არა მარტო ამ ნაწილში ვემთხოვით ერთმანეთს, იქ იმაშიც ვემთხოვით, რომ ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ბატონ ზელენსკის ამ ომის თავიდან ნაწილება შეეძლო, ადასტურებს ამას ბატონი ტრამპი. ჩვენ ვამბობდით, რომ Deep State-ი არსებობს, ადასტურებს ბატონი ტრამპი. ჩვენ ვამბობდით იმას, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უკრაინაში განახორციელა რუსეთმა სამხედრო აგრესია, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო ნატოს უკრაინაში გაფართოება. კი ბატონო, ამასაც ადასტურებს ბატონი ტრამპი. და თქვენ კარგად გახსოვთ ბატონმა ღარიბაშვილმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და როგორი წნეხი წამოვიდა კოლექტიური დასავლეთიდან და ჩვენი შიდა აქტორებიდან, ვინც სწორედ Deep State-ის და ბრიუსელის აგენტურას წარმოადგენს პირდაპირ საქართველოში და დღეს ეს ყველასთვის ნათელია, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა. და ეხლა ევროპასთან მიმართებაში როგორ განცხადებებს აკეთებენ, ხო? ადმინისტრაციის წევრები ბატონი ვენსი, ბატონი ილონ მასკი, რომ ევროპას ფაქტობრივად სუვერენიტეტი ევროკავშირის შემავალ ქვეყნებს დაკარგული აქვს. ისინი არიან ბრიუსელის ბიუროკრატების გავლენის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ სოროსის გავლენის ქვეშ არის, რომელიც უბრალოდ Deep State-ის ფრონტზე მოთამაშე არის, ჯორჯ სოროსი, რომელიც არის ამ NGO-ების ქსელის შემქმნელი. ხო, პირდაპირ საუბრობენ, რომ ევროპა სცილდება იმ ღირებულებებს და იმ ფასეულობებს, რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და რატომაც ევროპამ მოიხვეჭა ასეთი ავტორიტეტი და რა ღირებულებების გამოც მივისწრაფი ჩვენს ევროპაში, ხო? და მოუწოდებენ, რომ დროა დაუბრუნდეთ ამ ღირებულებებს. ხო, იქ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა ბატონმა ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მიუნხენში იყო თუ არ ვშტები უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენცია. იქ ისაუბრა იმაზე, რომ პირდაპირ ერევითო ისეთი ქვეყნების არჩევნებში, სადაც თქვენ არ გაწყობთო ის კანდიდატი, რომელიც იგებს ამ არჩევნებს. ხო, ეხლა საქართველოს ყველაზე კარგად ვიგრძენით ეს, როგორ ჩაუტარეს სწორედ ამ აქტორებმა გარედან ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია და რო წააგეს შემდეგ დელეგაციებზე აგზავნიდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეხდინათ და ევროპარლამენტარები სცენაზე ადიოდნენ და პირდაპირ მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდნენ ჩვენ ხალხს, ჩვენს მოსახლეობას. ბატონო ვენსმა იქ ძალიან სწორი შენიშვნა მიცა რუმინეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ბატონი ჯორჯესკუ, რომელიც არ აწყობს ლიბერალურ დღის წესრიგს და გლობალისტებს და Deep States, მას გაუქმეს, ხო, პირდაპირ შედეგები, ანუ პირველ ტურში მან გაიმარჯვა და რა თქმა უნდა, მათი ნარატივი რაც არის, ვინც არ მოწონთ, რომ ის ყველას რუს ეძახიან, ბატონ ტრამპს რუს ეძახიან, ორმანს რუს ეძახიან, ბატონ ჯორჯესკუს რუსი დაუძახეს, ჩვენ რუსებს გვეძახიან, ეს ხო მათი სტილია, ხო, თუ რაღაცა არ მოწონთ, მაშინვე უნდა დაგიძახონ რუსი. და ეხლა ბატონი ჯორჯესკუ თუ არ ვშტები, საერთოდ ჩახსნეს მეორე ტურში მონაწილეობისგან და აი აქაც ჩვენ საზოგადოებას შევახსენებ, რომ როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ იმის გამო საყვედურობდნენ ევროპიდან, რომ რაღაცა არ გავაკეთეთ რეფორმა, რომელიც მათ მოითხოვეს, სასამართლო რეფორმა, ვეტინგზე მაგ აქ საუბარი, ხო? აი ზუსტად ამ შედეგს გამოიღებდა, როდესაც შენ უცხოეთიდან ანიშნინებ მოსამართლეებს, რა შედეგიც ეს გამოიღო რუმინეთში. არ მოეწონა შედეგები, მაშინვე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებინეს. რა თქმა უნდა, და იმ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ძალიან ბევრი დაიწერა, თუ ვინ მუშაობდა და რა პოზიციას იკავებდა ბატონი ჯორჯ სოროსის სხვადასხვა ფონდებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, როგორი წნეხი გავიარეთ და როგორი წნეხის არ უნდა იყოს მომავალში, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური ნაწილი დარწმუნებულია, აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ ქართული ოცნება არის და იქნება ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი და მნიშვნელობა არ აქვს კიდევ ერთხელ ხას უსვავ თუ როგორ დაგვაშანტაჟებენ ან როგორი იქნება ეს წნეხი მომავალში. სამართლიანი არჩევნების ისტვედის მხრიდან ჩვენ რასაც ველოდებოდით იგივე პროკურატურასთვის მისი მხრიდან მისაწოდებელი დოკუმენტის კუთხით და მოლოდინის ასე ვთქვათ გაუმართლებლობა
თუნდაც შედეგების დემონსტრირებასთან თვალსაზრისით ესეც ამ სისტემის ნაწილია, რაზეც თქვენი საუბრეთ ჩვენზე წნეხის. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, არიან NGO ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან და დაახლოებით 400-ზე მეტი თუ არ ვცდები NGO ორგანიზაცია დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში. მათ არაფრის არ ეშინიათ, არც იმის მითითების თუ საიდან ჩაერიცხეთ ფული და არც იმის მითითების თუ რა პროექტი განახორციელეს, ვინაიდან კარგ საქმეს აკეთებენ. მაგრამ არის დაახლოებით 100 NGO, აი კოლექტიურ გიგაურებს და კოლექტიურ ლომჯარიებს, ვისაც ვეძახით, ვინც პირდაპირ არის აგენტურული ქსელი, რომელიც გამოგვიზარდეს საქართველოში. ისფედიც ზუსტად ანალოგიური ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც USAID-ისგან ფინანსდებოდა დღეს მას გადაეკეტა ეს ფინანსები, თუმცა EID-ისგანაც ფინანსდება, რომელიც არის ევროპული ფონდი და ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვითხოვოთ EID-ისგან, რომ გაესაჯაროებინათ თუ რაში იხარჯება საქართველოში მათი ფული და არასაჯაროებენ, რაც რა თქმა უნდა საფუძვლიან ეჭვსპადებს, მათ კეთილსინდისიერებაში მით უმეტეს იმის მერე, რაც NED და USAID ესე გაიშიფრნენ და USAID-მა შევახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ 2020 წელს გააყალბა პარალელური ხმის დათვლის შედეგები, არ დაამთხვიეს CESCO შედეგებს სპეციალურად, რომ რაღაცა რევოლუციური მუხტი აეწია ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ამ მუხტმა გადაიარა თვენახევარში, მათ მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეს ყველაფერი იყო გაყალბებული. რა თქმა უნდა, სხვა სიტყვებით აღიარეს, მაგრამ პირდაპირ აღიარეს, რომ გავაყალბეთო და გადადგა იმ დროინდელი დირექტორი, პირდაპირ აღიარა, რომ USAID საქმის კურსში იყო, თუ USAID საქმის კურსში იყო. რა თქმა უნდა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამერიკის ყოფილი ელჩიც საქმის კურსში იქნებოდა, ვინაიდან ამერიკის საელჩოში არის USAID განთავსებული და ჩვენ კოლეგებს ვთხოვდით ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიების ჩატარებას, რომ ან ეს ეჭვები გამორიცხულიყო, ან მაშინ ეს ეჭვები დადასტურებულიყო. ხომ და დღემდე ეს გამოძიება სამწუხაროდ არ არის დაწყებული. 2024 წელს, როგორც ჩანს, USAID-მა ვეღარ გაბედა, რომ გაეყალბებინათ პარალელური ხმების დათვლის შედეგები, ის ერთ-ერთი დაემთხვა CESCO შედეგებს, რა თქმა უნდა, და მათ თითი დაუქნია Deep State-მა, რომ ეს არ გამოაქვეყნოთო, თორე ამას თუ გამოაქვეყნებთო, ის ნარატივი, რაც ოპოზიციამ უნდა ააწყოსო, რომ რაღაც 400,000 ხმა გაყალბდაო და 100,000 ადამიანი პირადობის გარეშე დარჩაო და იქ ქალბატონი ზურაბიშვილის სიტყვებს მოვიშველებ, რომ რუსული სპეცსამსახურების ჩარევა იყო და ასე შემდეგ, მერეო ეგ ნარატივი არ ემუშავებს თქვენს მხარდამჭერებშიო და მუხტი არ აიწევაო და დღემდე არ გამოუქვეყნებიათ ანგარიში, როდესაც პროკურატურა მოთხოვა მათ ეს აქ უკვე პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, აქ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ხო? მიმდინარეობს გამოძიება და ეს ტყიცებულების სახით ჭირდება პროკურატურას, მათ თუ არ ვთქვი 10 დღე დაჭირდათ იმისთვის, რომ რაღაცა პირველადი დოკუმენტაცია მიეწოდებინათ, როდესაც ეს დოკუმენტაცია შეკრული უნდა ქონოდათ არჩევნებიდან ერთ კვირაში მაქსიმუმ. შესაბამისად, აქაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაცებზე თავს იკავებენ, მაგრამ სერიოზული დილემის წინაშე დგანან, ან უნდა გაანაწყენონ თავიანთი დამფინანსებლები და შეუწყდეთ დაფინანსების წყარო, ან შეიძლება უკვე იქ პროკურატურასთან გქონდეთ სერიოზული პრობლემა თუ გააყალბებენ რაიმე სახის ტკიცებულებებს. მაგიტომ დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მიმართულებით. კი ბატონო, იმ პროცესების შედეგად, რასაც მარჩევნების შემდეგი პერიოდი ქვია და რაზეც თქვენი საუბრეთ, თქვათ Deep State-ის გავლენები, თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან აქტივობები, ჯამში გვაქვს დღეს ის მოცემულობა, რომ გარკვეული რაოდენობა მოქალაქეებისა კვლავ გამოდის პროტესტს აცხადებს და ამასობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია სრულიად შეიცვალა და ისეთი ადმინისტრაცია, რომელთანაც პოლიტიკური გემოვნების შეხედულებებისა თუ ფასეულობების კუთხით ბევრი დამთხევაა. კითხვა მიმყავს საით. ახლა გასაგებია, რომ უკრაინის სახით ტრამპის ადმინისტრაციას უპირველესი გამოწვევა გლობალური მასშტაბის და პარალელურად ის ცდილობს, რომ თავისი ეკონომიკური ბერკეტები გააძლიეროს და ფინანსური ომის სტატუსით სხვა აქტივობები წამოიწყოს, თუმცა ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ჩვენი პოლიტიკური დიალოგიც უნდა შედგეს. და ახალ მოცემულობაში ახალი ფორმატიც უნდა ჩამოყალიბდეს, ამაზეც თქვათ მართლ პარტიას არაერთხელ გაუკეთებია განცხადება. მოკლედ მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც იგივე შემოდგომისთვის ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს, სადაც ოპოზიციამ თქვა მე არ მივიღებ მონაწილეობას და ასე თქვათ კლავ განხილვის საგანია და ეს შიდა პოლიტიკური ველი გვაქვს და გლობალური გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე როგორ ფიქრობთ, როდისთვის და როგორი ფორმატისა იქნება საბოლოოდ ურთიერთობა საქართველოსი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა?
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ მიცის, რომ ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამისი და მათ იციან, რომ ეს ურთიერთობა დააზიანა ყოფილმა ადმინისტრაციამ და ხა ჩვენ თავში რაც ჩამოთვალე ის ღირებულებებითი ნაწილი, ის პოლიტიკური შეხედულებები, ის გზავნილები, რაც ერთ-ერთი ემთხვევა, რა თქმა უნდა, იმის წინაპირობა არის, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდეს ჩვენს და ამერიკას შორის. არა ისეთი, როგორიც წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო, რომელიც არაფერს არ ითვალისწინებდა, არც თავისუფალ ვაჭრობას, არც პირდაპირ ფრენებს, არც უვიზო მიმოსვლას, აბსოლუტურად არაფერს. ხო, ეს პარატინა ფურცელზე იყო დაწერილი. არამედ რეალური პარტნიორობა, მაგალითად ისეთი, როგორიც გვაქვს ჩვენ ჩინეთთან, ხო? ერთადერთი რა თქმა უნდა ხა ბატონი ტრამპი თქვენ თვითონ ახსენეთ რომ ჯერ მოცდენილია გაცილებით გლობალური საკითხებით როგორიც არის უკრაინაში ომის დასრულება და ასე შემდეგ მაგრამ რა თქმა უნდა ასეთი თემებისთვისაც მოიცლის მოვა დრო და ეს არის მოდი პირდაპირ თქვათ ტესტი დამარცხდება თუ არა Deep State-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში ან რადიკალურად შემცირდება თუ არა Deep State-ის გავლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინაიდან ის დაზიანებული ურთიერთობები რაც ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოხდა, ხო? ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციაზე Deep State-ის ჰქონდა უზარმაზარი გავლენა. ანუ ამ დაზიანებული ურთიერთობების მიღმა, რა თქმა უნდა, დგას გლობალური ომის პარტია, ხო? და შესაბამისად თუ ბატონი ტრამპი დაამარცხებს გლობალურ ომის პარტიას ამერიკაში, ეს ავტომატურად გადატვირთავს ჩვენ ურთიერთობებს. და ჩვენ სწორედ ამას უნდა დაველოდოთ და ძალიან გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება პირველ რიგში ამერიკელი ხალხისთვის, ვინაიდან ბატონი ტრამპის სიტყვებს მოვიშველიებ, რომ თუ ამერიკამ ვერ დაამარცხა Deep State-ი დაამარცხებს და გაანადგურებს ამერიკას. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის, ვინაიდან სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სადაც სრული თანხმედრა გვაქვს ღირებულებებით ნაწილში და ასე შემდეგ, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან სასურველია და ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდეს. ასევე ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ ეს ტენდენცია რა ბრძოლაც უკვე დაწყებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ არაფორმალურ ჩრდილოურ მმართველობასთან გადავა ევროკავშირშიც ვინაიდან მოგეხსენებათ რომ და ამას მე უკვე ხაზი გაუსვი რომ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვს დაკარგული. აი ხალხ ჩვენ რა შეტევებით რაც შეტევები ჩვენზე მოდის მაგალითად ბალტიის ქვეყნებიდან, სკანდინავიიდან, რომლებიც გააქტიურნენ ბოლო პერიოდში, ეს არის გამოწვეული იმითი რომ Deep State-მა ფაქტობრივად რებრენდინგი განიცადა და უფრო მეტი კონცენტრირება მოახდინა ახლა უკვე ბრიუსელში. და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ანუ ის რაღაცა უსაფუძვლო ბრალდებები. დღემდე საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მტკიცებულება არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები? იმიტომ რომ სულ ახალი არჩევნები თეორიულად რო დაუშვათ, ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინოთ, ჩატარდეს, სადაც ისევ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამისი ასე ვთქვათ, კარგი დემონსტრირება იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რატომაც არიდებს ოპოზიცია თავს. მერე კიდე მოითხოვენ ახალ არჩევნებს. ანუ მოითხოვენ მანამ, სანამ არ მოიყვანენ რადიკალურ ოპოზიციას მათ აგენტურას ხელისუფლებაში. ვინაიდან ეს ყველაფერი ჭირდება Deep State-ს, იგივე გლობალურ ომის პარტიას. და თვითონ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება ოპოზიცია დღეს თავს იკავებს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. იგივენაირად როგორც არ იყო გადასაწყვეტი, როგორი კონფიგურაციით წარდგებოდნენ საპარლამენტო არჩევნების დროს და იქ ისეთი ტიპის გადაჯგუფებები მოხდა, რომ ხა ჩვენი საზოგადოებისთვის მე მგონი ძალიან ნათელია, რომ მაგალითად ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ალეკო ელისაშვილს დიდად არ გაუხარდებოდათ ერთი მაგიდის გარშემო ჯდომა ერთ პარტიაში, ხო? პირდაპირ ვთქვათ, ხო? და იქიდე ძალიან ბევრი აქტორი შემიძლია ჩამოთვალო, მაგრამ ეგრე დააჯგუფეს და იძულებულები იყვნენ, რომ ეს ბრძანება, გარედან წამოსული ბრძანება შეესრულებინათ. ახლაც როგორც დააჯგუფებენ და რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. უბრალოდ თვითონ ოპოზიციის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ ესეთი დავალება არ მიიღონ. იქიდან გამომდინარე, რომ თუ რაიმე რეიტინგი მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების დროს და რეალურად რაღაცა პატარა შედეგს მიაღწიეს, ახლა 61 მანდატი სახმომარო საქმე არ არის. დღეს მათი რეიტინგი არის რადიკალურად შემცირებული და მათ ამის ილუსტრირება არ უნდათ თვითმმართველობის არჩევნებში. ვინაიდან გაუწყვილეს იმედები თავიანთ ამ მომრჩეველს, პირველ რიგში იმით, რომ არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა. გაუწყვილეს იმედები თავიანთ ამ მომრჩეველს, როდესაც ეს რაღაცა ზღაპრების მოყოლა დაიწყეს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და მათი ამორჩეველი ელოდება და 5 თვე გავიდა თუ არ ვშტები და მტკიცებულებები ვერ წარმოადგენეს აბსოლუტურად ვერაფერს.
მათ გაუწყვილეს ასევე თავიანთ ამორჩეველს იმედები იმითი, რომ პირდაპირ აანონსებენ რევოლუციას და თუ რევოლუცია ვერ მოხდება ქვეყანაშიო, პირდაპირ ღიად საუბრობენ, რომ ჩვენ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. ეხლა რომელ ნორმალურ ადამიანს მოუნდება ისეთი პარტიისთვის ხმის მიცემა, ვის დღის წესრიგსაც წარმოადგენს ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის მიღწევა, ხო? მაგიდან გამომდინარე, მათ იციან, რომ ეხლა გამარჯვებაზე რა თქმა უნდა საუბარი ზედმეტია, წააგებენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებსაც და საკრებულოს არჩევნებსაც, მაგრამ რაც შეეხება პატარა წარმატებას, რომელიც მე უკვე ვახსენე, რაც 61 მანდატში გამოიხატა. მათ იციან, რომ მინიმალური წარმატების ნულოვანი შანსი აქვს და განადგურდებიან ძალიან დიდი ანგარიშით, იმაზე გაცილებით დიდი ანგარიშით, ვიდრე წააგეს საპარლამენტო არჩევნები. მაქედან გამომდინარე, მათი განმოსახედიდან ურჩევნიათ, რომ გარედან ასეთი ტიპის ბრძანება არ მიიღო. გასაგებია თქვენი აზრი. მადლობა. ამასობაში ამოიწურა ჩვენი საეთრო დრო. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა დაბადიჯებისთვის. ჩვენ ბატონ ლევან მაჭავარიანთან საუბარს ავტვირთავთ რადიო ემედის Facebook გვერდზე, საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილესთან დიალოგი დავასრულეთ, წარმატებას გისურვებთ. რადიო ემედის მელს შევახსენებ, რომ დაახლოებით 11 წუთში მორიგ საინფორმაციო გამოშვებას მოისმენთ. მადლობა დროებით.